მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე, თქვენ უყურებთ Red Lines. დღეს შევერჩით ასეთი თემა ბელარუსი და ბელარუსის კონტურები, როგორ იკვეთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. ეს თემა შევერჩით მისი აქტუალობიდან გამომდინარე, ვინაიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ადამიანების მხრიდან ესენი იქნებიან აქციის მონაწილეები, საჯარო პირები, პოლიტიკოსები, ჩვენ გვესმის, რომ ქართული ოცნების მმართველობა კვალში მიყვება ლუკაშენკოს მმართველობას, ბელარუსის პრეზიდენტის მმართველობის ფორმებს და ეს უკავშირდება იმ ძალადობრივ ქმედებებს, ასევე მედიის თავისუფლების შეზღუდვას და გარკვეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. და რას გულისხმობს, რა მსგავსება, რა პარალელები შეიძლება დავინახოთ ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ დისკურსს შემოგთავაზებთ და შევეცდები, რომ აი ამ კითხვებზე გავცეთ პასუხი. ბელარუსში დღეს როგორი რეალობაა, ხომ? ფაქტობრივად სრული სიგიჟე არის ის, რომ ადამიანს მოუნდეს გამოვიდეს, ხმამაღლა გამოხატოს აზრი, ეს აზრი გამოხატავდეს პროტესტს ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინაიდან კანონები არის გამკაცრებული იმდენად, რომ ეს გულისხმობს ციხეში მრავალი წლის გატარებას. თუმცა ბელარუსი აქამდე მოვიდა ეტაპობრივად, ის უკავშირდება ლუკაშენკოს ყოველი ახალი პრეზიდენტობის ვადას და ეს რეპრესიები, ეს კანონები ყოველი ახალი ვადის შემდეგ უფრო და უფრო მძიმდებოდა. რომ დავიწყოთ ცოტა ადრეული პერიოდიდან, პირველი ვადა ეს უკავშირდება საბჭოთა კავშირის დაშლას, როდესაც პირველი საპრეზიდენტო არჩევნებით ჩატარდა ბელარუსში. ეს გახლავთ 1994 წელი, აი ამ წელს აირჩიეს ლუკაშენკო პირველად პრეზიდენტად და დაახლოებით ერთი კვირის წინ უკვე მეშვიდე ვადით აირჩიეს ის პრეზიდენტად ბელარუსში და ფაქტობრივად ამ დროის განმავლობაში ბელარუსს ყავს ერთი და იგივე პრეზიდენტი. ლუკაშენკომ, ასე ვთქვათ, თავი პირველივე ვადის შემდეგ ძალიან მალევე გამოავლინა, როდესაც აირჩიეს, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ 1995 წლის შემდეგ ეუთოს ბელარუსში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ უღიარებია როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი. ეხლა რომ დაუბრუნდე, მოკლედ, მალევე გამოავლინა ამ კაცმა საკუთარი თავი, რაც გულისხმობდა მედიის შეზღუდვას, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას და ამასთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოდი პირდაპირ ვთქვათ გაქრობას და ეს პირდაპირვე უნდა გავიგოთ, ვინაიდან არის უამრავი პოლიტიკოსი ბელარუსში, რომელიც გააქრეს და დღემდე არ იციან მათი ალიკვალი სად არის და სად გაუჩინარდნენ ეს ადამიანები. და ფაქტობრივად ლუკაშენკო უპირისპირდებოდა ყველას, ვინც ამხელდა მას კორუფციაში, ვინც ამხელდა მას ძალადობაში და ავტორიტარული რეჟიმის იმ მმართველობის ფორმებში და მეთოდებში, რომელსაც ის იყენებდა და იყენებს დღესაც. როდესაც ჩვენ საუბრობთ ძალადობრივ ქმედებებზე და იმ კანონებზე, რომელმაც ბელარუსი აი ამ რეალობამდე მიიყვანა, ამ პროცესების კულმინაცია, ასე ვთქვათ, იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი მასობრივი აქციები, როდესაც აქციებზე 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა, ისინი ითხოვდნენ კეთილსინისიერი არჩევნების ჩატარებას და ითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. Мы народ Беларуси, нас большность. ეს მოთხოვნები ძალიან ჰგავს დღეს საქართველოში საპროტესტო აქციებზე გაშხერებულ მოთხოვნებს, ხომ? და ის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც 2020 წლის აქციების დროს იყენებდნენ. ეს იყო, რა თქმა უნდა, დარბევები და ამასთან ერთად დაჭერის შემდეგ ფიზიკური ანგარიშწორება და თუ გადაავლებთ თვალს ბელარუსის საპროტესტო აქციებს, იქ ნახავთ ძალიან ბევრ კადრს, როდესაც აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები, ბანერები, სადაც არის ნაჩვენები თუ როგორ უსწორდებიან დაკავების შემდეგ ადამიანებს, მათ ფიზიკურად როგორ ზიანს აყენებენ და ასეც ცდილობდნენ ბელარუსები, რომ ხმა მიეწვდინათ არა მხოლოდ ბელარუსის მასშტაბით საკუთარი თანამოქალაქეებისთვის, ასევე ხმა მიეწვდინათ მთელი მსოფლიოსთვის. ყველანაირი ძალადობრივი
ძალადობრივი მეთოდი გამოიყენეს 2020-ის არჩევნების შემდეგ. თუმცა არა მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით, როდესაც მსგავსებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია მსგავსება დავინახოთ იმ განცხადებებში, რა განცხადებებსაც აკეთებდა ლუკაშენკო არჩევნებამდე, 2020-ის არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ და აკეთებს დღესაც. თუ აი ამ განცხადებებს მოусმენთ, ძალიან ბევრ მსგავსებას ვნახავთ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან გაჟღერებულ სიტყვასთან და იმ პოლიტიკასთან, რა პოლიტიკასაც ატარებს ქართული ოცნება. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია ეს მსგავსება ვნახოთ უკრაინული მაიდნის სცენარის გამეორებასთან დაკავშირებით. ლუკაშენკო არჩევნებამდე აკეთებდა ჯერ კიდევ 2020-ის არჩევნებამდე ამას, რომ ამ განცხადებას, რომ ბელარუსში არ განმეორდება უკრაინული მაიდნის სცენარი. ამ განცხადებას აკეთებდა იქიდან გამომდინარე, რომ 2020-ის არჩევნებზე მას რეალური ოპონენტები გამოუჩნდნენ, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც უნდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და რეალურად ამ ადამიანებმა გარშემო ბელარუსის საზოგადოების დიდი ნაწილი შემოიკრიბა და ლუკაშენკოს პრეზიდენტობას, ასე ვთქვათ, საფრთხე შეექმნა. ასეთი მაგალითად იყო ვიქტორ ბაბარიკა, რომელიც გახლდათ ბელგაზპრომ ბანკის ყოფილი თავმჯდომარე, თუმცა მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან ის შვილთან ერთად დააპატიმრეს არჩევნებამდე. ვალერი ცეპკალო იყო კიდევ ასეთი, მინსკის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილი ხელმძღვანელი. მასაც სურვილის და მიუხედავად არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მას არც ჩაუთვალეს ის შეგროვებული ხმები, რომელიც მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფდა, ის არ დაუშვეს არჩევნებზე და შემდეგი უკვე იყო სერგეი წიხანოვსკი, ბლოგერი, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა ლუკაშენკოს და ისიც დააკავეს. თუმცა მისმა მეუღლემ სვეტლანა წიხანოვსკაიამ საკუთარ თავზე აიღო ოპონირება, მან მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და სწორედ 2020-ის არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ითხოვდნენ, რომ რეალური შედეგი ეჩვენებინათ და სვეტლანას, რომელსაც ჰქონდა, როგორც ამბობდნენ, ხმების უმრავლესობა მოპოვებული, მასზე გაეფორმებინათ ეს გამარჯვება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და სვეტლანას იძულებით დაატოვებინეს ბელარუსი. როგორც უკვე ვთქვი, მაიდნის სცენარის გამეორება ეს არის ის პირველი, ასე ვთქვათ, გზავნილი და ის პოლიტიკა, რომელსაც ლუკაშენკო ეწეოდა და რომელიც ჰგავს ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, განცხადებებს. ამასთან ერთად დღემდე ლუკაშენკო ხშირად საუბრობს ომში ჩართვის შესახებ და ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბელარუსი არ ჩაერთოს ომში და ეს ომით დაშინების პოლიტიკაც ძალიან ნაცნობია ქართული საზოგადოებისთვის და ამასთან ერთად იგივე 2020-ის არჩევნების დროს ლუკაშენკო ხშირად ამბობდა, რომ მე ვიცი საიდან უბერავს ის ქარი, რომელიც მართავს ამ აქციებს, ზუსტ ციტირებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ აი ამ ქარზე საუბრობდა, რომელიც თითქოს დასავლეთიდან მოდიოდა და უცხოურ გავლენებზე. კიდევ ერთი მსგავსება ეს არის უცხოური გავლენები და როდესაც ბელარუსში საუბრობენ პროტესტზე, ხშირად ამბობდა ლუკაშენკო, რომ ეს პროტესტი იყო უცხოური ძალების მიერ მართული და ფაქტობრივად ეს ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი დამახასიათებელი მეთოდი არის, როდესაც ყველაფერი, რაც უპირისპირდება ადგილობრივ ხელისუფლებას და იმ მმართველს, ლიდერს, რომელიც ყავს ავტორიტარულ ქვეყანას, ის მას უპირისპირდება გარე ძალების მხრიდან. და კიდევ ერთი ეს არის სანქციები. რა თქმა უნდა, 2020-ის არჩევნების შემდეგ არაერთი სანქცია გატარდა, როგორც ლუკაშენკოს, ისე მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ და ლუკაშენკომ თქვა, რომ მას ფეხებზე ჰკიდია დასავლეთი და სანქციების იგნორირება არის კიდევ ერთი მსგავსება, მაგალითად, რომელსაც მე ვხედავ, ვინაიდან დღეს გვესმის ხო, რომ ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს სამშობლოს სიყვარულის გამო ასანქცირებენ და მათ სულ
ფეხებზეც კიდიათ ეს სანქციები და მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ერთი სიტყვით, აი ამ ძალადობრივ მეთოდებს რომ თავი დავანებოთ, ბელარუსის და საქართველოს მსგავსება დღეს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში შეიძლება აი ამ გზავნილებითაც დავინახოთ, ეს არის უკრაინული მაიდანი, რომელზეც ძალიან ხშირად საუბრობდა ლუკაშენკო, ეს არის ომით დაშინების პოლიტიკა, რომ თითქოს ომში ჩაბმას ცდილობენ და ყველაფერი უნდა გააკეთდეს, რომ ომში არ ჩაებას ბელარუსი, არ ჩაებას საქართველო, თითქოს ვიღაცას უნდოდეს ომში ჩაბმა. ამასთან ერთად გარეშე ძალები, რომელიც მართავს ყველა პროტესტს და სანქციები, რომელიც ფეხებზე კიდია ორივე შემთხვევაში ქვეყნის მმართველს. როდესაც ვსაუბრობთ რეპრესიებზე, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ იძულებით დაატოვებინეს ქვეყანა ადამიანებს ან არ იგულისხმება ის მხოლოდ რომ ძალადობრივი მეთოდებით არბევდნენ ადამიანებს, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა აი ამ ძალადობრივ ქმედებებს, როდესაც არბევდნენ აქციებს, ამასთან ერთად რამდენიმე რეპორტაჟი ვნახე, როდესაც ნაცემი ადამიანი დაიკარგა და შემდეგ ის იპოვეს გარდაცვლილი და თქვეს, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და დიდი მოთხოვნის და მიუხედავად მათზე საქმე არ აღიძრა და არ დაიწყო გამოძიება. Микита загинул за нашу и вашу свободу. ფაქტობრივად ეს რეპრესიები და ეს ძალადობრივი ქმედებები მიდიოდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფამდე და ეს პროტესტი მაინც დარჩა მხოლოდ პროტესტად. როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ კანონებზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც აი ამ რამდენიმე დღის წინ მამუკა მდინარეძემ გააჟღერა, შემდეგ დღეს კიდევ დაამატა ახალი ინიციატივები და ფაქტობრივად ეს კანონები ქართული ოცნების მხრიდან მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, აქციების ჩატარების თავისუფლება, სისხლის სამართლის დანაშაულად ცნეს გარკვეული ქმედებები, მაგალითად, არ ვიცი, ეს ხიდის ბლოკირება იქნება თუ ქალაქის გასასვლელის და კიდევ იყო ესეთი ინიციატივა, ხო, რომ დახურულ სივრცეში შეთანხმების გარეშე არ შეგიძლია აქციის ჩატარება. ამაზე პირველი რაც გამახსენდა ის იყო უნივერსიტეტები, დღეს ვიცით რომ არაერთი უნივერსიტეტი არის გაფიცული, სტუდენტები რჩებიან უკვე კვირების განმავლობაში არ ტოვებენ შენობას და რა გამოდის ხო რომ აი სპონტანურად რომ უნდოდეთ იგივე სტუდენტებს აქციის ჩატარება, აი ამ მიმდინარე მოვლენებს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად უნივერსიტეტში ინიშნება ახალი რექტორი. რექტორი, რომელიც არის პარტიიდან მივლენილი, რომელსაც შეიძლება ოპონენტი საერთოდ არ ყავდეს, ან მის ოპონენტს არანაირი შანსი არ ქონდეს და აი სტუდენტებს მოუნდათ, რომ გააპროტესტონ ეს ქმედება. მათ ფაქტობრივად ამის რესურსი აღარ რჩებათ, ვინაიდან უნდა მიმართონ ადმინისტრაციას, სავარაუდოდ შემდეგ ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავს ამ მიმართვას, სპონტანურად პროტესტის გამოხატვის სივრცე ადამიანებს ახალი კანონმდებლობებით, რომელსაც აი დაჩქარებული წესით აპირებენ რომ მიიღონ არჩევათ. ამასთან ერთად იზრდება ვადები, იზრდება ჯარიმები და ამაზე, როდესაც აი ბელარუსის ამბებს ვკითხულობდი, მსგავსება რაც დავინახე, ეს იყო 2021 წელს, როდესაც 2020-ის საპროტესტო აქციები თვეების განმავლობაში გაგრძელდა და უკვე ლუკაშენკოს რაღაცა ესეთი ზომებისთვის უნდა მიემართა საკანონმდებლო პაკეტის ინიციატივა იყო და აი ამ კანონებში რაც იყო ყველაზე მძიმე, ეს გახდათ მაგალითად რომ ვისაც ორ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ბრალს წაუყენებდნენ, შეიძლება 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ანუ ფაქტობრივად აქციებში რომელიც არ იქნებოდა ასე შეთანხმებული და გაფრთხილებული და სპონტანურად გაიმართებოდა და მასში რამდენჯერმე მიიღებდა ადამიანი მონაწილეობას, მას ემუქრებოდა ციხე. გარდა ამისა, ექსტრემიზმი ან მისი წახალისება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. დაისჯებოდა. ეს იყო კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც რა თქმა უნდა ამოქმედდა და როდესაც ექსტრემიზმზე ვსაუბრობთ, აქ ასევე იყო განმარტება, რომ ფაქტობრივად ეს ინტერპრეტაციის დიდ საშუალებას იძლეოდა
ვის მოიხსენიებდნენ ექსტრემისტებად, ვინ იქნებოდნენ მათი მოკავშირეები, ეს ამას გადაწყვეტდა რეჟიმი და ასე ხდება დღესაც და სხვათა შორის აი ერთ-ერთ სტატიას რო ვკითხულობდი, იქ იყო რომ თუ ექსტრემისტად არის ადამიანი ასე ვთქვათ დაჭერილი და მას ეს ბრალი აქვს წაყენებული, ექსტრემისტად მოიხსენიებენ და ამ ნიშნით შეუძლიათ დაიჭირონ ის ადამიანები, ვინც რაღაც გზავნილს შეუგზავნის, ოჯახის წევრი მაგალითად, რომელიც შეიძლება არ ვიცი, საკვები შეუგზავნოს ციხეში. როდესაც ვსაუბრობთ ექსტრემიზმზე, რომელიც დღეს ძალიან მწვავე პრობლემა არის ბელარუსში, ვსაუბრობთ ინტერპრეტაციაზე, თუ რამდენიმე ინტერპრეტაციის საშუალება შეიძლება ჰქონდეთ და სხვადასხვა ქმედება როგორ შეიძლება რომ დააკვალიფიცირონ როგორც ექსტრემიზმის ბრალდება, ამასთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია გაგვახსენდეს ძალიან თამამად და თავისუფლად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მამუკა მდინარაძემ წარადგინა და ეს არის ძალადობრივი ქმედებისკენ ზეპირად წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ესე იგი, ეს რას გულისხმობს, რომ მაგალითად აქციაზე თუ ჩვენ ვიტყვით, რომ უსამართლო, სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეთ, შეიძლება ეს აღიქვან როგორც ძალადობისკენ მოწოდება ან ძალადობრივი მუქარა და ეს როგორც უკვე ვთქვი, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს. აქაც არის ინტერპრეტაციის უამრავი საშუალება და ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შეიძლება აღიქვან როგორც ძალადობისკენ მოწოდება. ფაქტობრივად ის კანონები, რომელიც საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზნით მიიღეს ბელარუსში, რომელსაც აინიცირებენ ყოველდღიურად საქართველოში და დღეს კიდევ გაჟღერდა, რომ მედიის სტანდარტის შესახებ ახალ კანონზე მუშაობენ. ესეც შეგვიძლია, რომ აქაც ვიპოვოთ პარალელები, ვინაიდან არაერთხელ ვთქვი უკვე, რომ ბელარუსში მთავარი სამიზნე არის დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია და ლუკაშენკო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს თავისუფალი მედია შეზღუდოს. მინდა გითხრათ, რომ ესე იგი 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ერთი წუთით, ეხლა ამას მოვუძებნი. 2020 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ბელარუსის მთავრობამ 70 მედია ორგანიზაცია დაბლოკა. ლუკაშენკოს მთავრობა უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ მუდმივად ებრძოდა დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას. ერთ-ერთი ასეთი იყო Telegram არხი Nexta, რომელიც 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ერთ-ერთი მთავარი მედია წყარო იყო, ასე ვთქვათ და ამის ერთ-ერთი დამაარსებელი რომან პროტასევიჩი, რომელიც აი ამ საპროტესტო აქციების შემდეგ უკვე ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა თვითმფრინავი ბომბის შეტყობინებით, ასე ვთქვათ, მინსკის ტერიტორიაზე დააშვებინეს და ის სამაგალითოდ ყველას დასანახად აეროპორტშივე დაიჭირეს და ეს მედია ორგანიზაციაც როგორც მახსოვს ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელეს და ფუნქციონირება შეარჩიეს. როდესაც სანქციებზე ვსაუბრობდით, აქ კიდევ გამახსენდა ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. მე წაგიკითხავთ 2021 წლის 29 ივნისის ნიუს სანქციების საპასუხოდ ბელარუსი ევროკავშირთან თანამშრომლობას და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობას წყვეტს. ევროკავშირთან მოლაპარაკებების ურთიერთობის თანამშრომლობის შეწყვეტა ეს საერთო რიტორიკა არის ალბათ დამეთანხმებით და არ უნდა დაგვაუწყდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ვსაუბრობთ იმ საპროტესტო მუხტზე, რომელიც გრძელდება უკვე 2 თვეზე მეტია, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, დაიწყო იმ განცხადებით, რომელიც მოლაპარაკებების შეწყვეტას უკავშირდებოდა, რაც პირდაპირ შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ევროინტეგრაციის შეჩერება. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსა და ბელარუსის მსგავსებაზე, განსხვავებებზე, მსგავსება არის ბევრი, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, ეს არის ის თავისუფალი სივრცე, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია რომ პროტესტი გამოვხატოთ, აქ მახსენდება მზიამაღლობელის გზავნილი, იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის და ამასთან ერთად დასასრულს მინდა რომ სვეტლანა ალექსიევიჩის ინტერვიუ შემოგთავაზოთ რადიო თავისუფლებასთან. სვეტლანა ალექსიევიჩი არის ბელარუსი მწერალი, ნობელიანტი მწერალი, რომელიც საქართველოსაც სტუმრობდა, თუ არ ვცდები რამდენჯერ
რამდენჯერმეც კი იყო ჩამოსული, მისი არაერთი წიგნი არის ქართულად თარგმნილი და ბევრი მკითხველი ყავს მას. ის ეხმიანება საქართველოში საპროტესტო აქციებს, იმ მიმდინარე მოვლენებს, რასაც თვალს ვადევნებთ და მისი ინტერვიუდან მინდა რომ ერთი ფრაგმენტი შემოგთავაზოთ. ძვირფასო ძმებო და დებო მოგმართავს, გახსენებთ რომ 20-20 წლის ჩვენ საპროტესტო მსვლელობებს, ჩვენი ბელარუსის რევოლუციას, როდესაც თქვენსავით წყლის ჭავს გვასხამდნენ, გვესროდნენ შუქბგერით ხელყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს, 10 მეტრიდან ნასრულ რეზინის ტყვიას კი საბრძოლო ტყვიის ძალა აქვს. მახსოვს ერთხელ როგორ გავატარეთ მთელი დღე ქუჩაში და საღამოსკენ დაშლა დავიწყეთ, რომ მეორე დღეს ისევ შევკრებილიყავით. მეორე დღეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, ტანკებით ვიყავით გარშემორტყმული და გამახსენდა მოხუცი, რომელიც ჩვენი თავისუფლების ბოლო დღეს ტიროდა. ხელებზე გვექაჩებოდა, არ წახვიდეთ, დღე და ღამე უნდა ვიდგეთ, მხოლოდ ასე გავიმარჯვებთ. ეს იყო ის სიტყვა სვეტლანა ალექსიევიჩის, რომელიც ამ ვიდეოს დასასრულს მინდოდა რომ თქვენთვის წამეკითხა. საქართველო არ არის ბელარუსი, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სივრცე პროტესტისთვის, ჯერ კიდევ არსებობს სივრცე თავისუფალი სიტყვისთვის, თუმცა ჩვენ არ ვიცით ხვალ რა ახალი კანონპროექტებით გამოვა მამუკა მდინარაძე ტრიბუნაზე, რა შემოგთავაზებს და ამასთან ერთად საქართველო არ არის ბელარუსი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სხვა ისტორია. ბელარუსში ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო დიქტატურის დამყარება. ეს დიქტატურა ამ ქვეყანაში არის დღეს ფესვგადგმული, ასე ვთქვათ, არის მძლავრი, ძლიერი, ჩვენ ვიცით რა არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის ფასი და ამ ფასს და ამ დამოუკიდებლობას სჭირდება შენარჩუნება, ჭირდება სიფხიზლე და ეს სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ. საქართველო არ უნდა გახდეს ბელარუსი. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ხართ ჩვენი გამომწერები, კომენტარებს გვიწერთ და ბუნებრივია ამ ვიდეოზეც ველოდებით გამოხმაურებას. შევხვდებით მომდევნო ეპიზოდში. მადლობა რომ გვიყურებთ.